ჩვენ ამ წუთისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიმყოფებით, სადაც როგორც ჩვენ ახსენეთ, გიორგი ოკმელაშვილის საქმე მიმდინარეობს. გიორგი ოკმელაშვილს ბრალდების მხარე ედავება სამართალდამცავზე თავდასხმაში, რაც მაქსიმუმ 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. გიორგი ოკმელაშვილს 13 მაისს აგენტების კანონის აქციაზე პოლიციელთან ფიზიკური დაპირისპირებას ედავებიან. თავად ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ გიორგი ოკმელაშვილმა პოლიციელ ალექსანდრე ოხანაშვილს აქციის მიმდინარეობის დროს, როცა პოლიციელი საკუთარ საქმიანობას ასრულებდა, მოვალეობას ასრულებდა, გიორგი ოკმელაშვილმა ფიზიკურად იძალა და მასზე, თუმცა მეორე მხრივ ბრალდების მხარე იცავს გიორგი ოკმელაშვილს და ადვოკატი კობა ბარამია ამბობს, რომ გიორგი ოკმელაშვილი და მისი მეგობრები ასევე ამბობენ, რომ გიორგი ოკმელაშვილი, რა თქმა უნდა, არ უნდა დააკავონ სისხლის სამართლის ბრალდებით. გიორგი ოკმელაშვილის პროცესი უკვე 8 თვეა მიმდინარეობს და ახლა უკვე ბოლო პროცესებია, ამ წუთისთვისაც მიმდინარეობს პროცესი და ადვოკატი კობა ბარამია გამოდის სიტყვით პროცესზე. ჩვენ ადვოკატ კობა ბარამიას პროცესის დაწყებამდე ვესაუბრეთ და შეგვიძლია ახლა მისი კომენტარი მოვისმინოთ. მას მოუწია პოლიციელისთვის, ასე თქვა, წინააღმდეგობის გაწევა იმ თვალსაზრისით, რომ არ მომხდარიყო მშვიდობიანი ხელმისაწვდომობის სქემა ტყეპა და დაკავება. ნარკოტიკულ საშუალებათა შეეხება ამნისტიის შესახებ კანონი სრულად ათავისუფლებს მას ნარკოტიკულ საშუალებათა არათუ რაოდენობიდან უშუალოდ ამნისტიის შესახებ კანონი სრულად ეხება ნარკოტიკულ საშუალებას ამ შემთხვევაში 260 პირველ ნაწილს, ამიტომ ამ კუთხით რაღაც განსაკუთრებული პოზიცია დაცვარის არ არის. და თავად თუ იტყვის დღეს საბოლოო სიტყვას. საბოლოო სიტყვას იტყვის თუ სასამართლომ მოგვცა ამის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველა ბრალდების აქვს საბოლოო სიტყვის უფლება. რაც შეეხება რას იტყვის გიორგი ოკმელაშვილი, ამას თქვენ მოისმენთ სასამართლო დარბაზში. სამართლებრივ ნაწილში ბუნებრივი ის არ არის იურისტი, სამართლებრივ ნაწილში ადვოკატს ამ შემთხვევაში მეემექნება პოზიცია და რაც შეეხება ფაქტობრივი მოცემულობის გარშემო, ის ისაუბრებს რა სიტუაციაში რისი გაკეთება მოუწია და რა მოხდა ზოგადად იქ და რა იყო კონტექსტი არის მნიშვნელოვანი და რა ის 1 წამი და 2 წამი რაზედაც აქცენტს აკეთებს ბრალდების მხარე. როგორც ადვოკატი კობა ბარამია ამბობს, გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატი საბოლოოდ პროცესზე, რა თქმა უნდა, თავად გიორგი ოკმელაშვილიც გამოვა სიტყვით და ის უკვე ფაქტობრივ მდგომარეობების მოყვება თუ უშუალოდ რა მოხდა ადგილზე და უშუალოდ რა მოხდა ამ ამბის დროს. დღეს ასევე აქ იმყოფებიან გიორგი ოკმელაშვილის მეგობრები, მის მხარდასაჭერად, რა თქმა უნდა, ისინი გიორგი ოკმელაშვილის ყველა პროცესს ესწრებოდნენ ამ 8 თვის განმავლობაში და დღესაც, რა თქმა უნდა, ისინი მხარს უმაგრებენ გიორგი ოკმელაშვილს. ჩვენ ახლა შეგვიძლია გიორგი ოკმელაშვილის მეგობრების პოზიცია მოვისმინოთ. გიორგი უკვე მე-9 თვეა დაკავებულია უკანონოდ აბსურდული ბრალდებებით. ის რასაც ედავებიან პრინციპში აღიარებს, თუმცა იმის გამო, რომ უბრალოდ სხვა ადამიანები დაიცვა და იმის გამო, რომ ზრუნავს სხვა ხალხზე და ზრუნავს სამშობლოზე და უყვარს თავის ქვეყანა და იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის. არ ვიცი რა სიზავენ მოლოდინი რა შეიძლება გქონდეს ამ აბსოლუტურად არაადეკვატური ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან და თან ამ ხელისუფლებას ვახსენებ იმიტომ რომ დავრწმუნდით უკვე საბოლოოდ რომ სასამართლო არ არის თავისუფალი, სასამართლო არის მხოლოდ ხელისუფლების დავალებების შემსრულებელი და უпростоრედ ერთი ადამიანის დავალებების შემსრულებელი. ამის ყურება ძალიან მტკივნეულია და არ ვიცი ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ არ ვიცი, პირველ რიგში სასამართლო უნდა გათავისუფლდეს ამ ძალადობრივი რეჟიმისგან, იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მოგვეცეს ნორმალურად ცხოვრება გავაგრძელოთ ქვეყანაში და არსებობდეს სამართალი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე უფრო პირველი რამ, რაც ადამიანს სჭირდება ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის. რა თქმა უნდა, იმედი დიდად არ გვაქვს ამ სასამართლოს სამართლიანობის. ერთ-ერთი ბოლო ვადაა, როცა შეუძლიათ რომ ბრალი დადგეს, არ ვიცი, რამდენად იურიდიულად ეს პროცესი გამართული იქნება, თუმცა არანაირად არ გვაქვს სამართლიანობის იმედი, იმის შემხედვარი, რაც ყოველ
ყოველდღიურად ხდება იმის შემხედვარი, რა მოსამართლეებთანაც გვაქვს საქმე, მაგრამ სადღაც ვიტოვებთ ბრძოლის ჟინს და იმედი გვაქვს, რომ ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში იქნება ეს გამამტყუნებელი განაჩენი მისჯა, ვიბრძოლებთ ბოლომდე და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ყველა პატიმარი, ყველა უკანონო პოლიტპატიმარი, რომელიც ამ ქვეყანაში არის, მიიღებს სამართალს და საბოლოოდ მთელი ქვეყანა იქნება დაფუძნებელი სამართლიან წყობაზე. ეს პროცესი უკვე მე-9 თვეა იწელება. სხვადასხვა მიზეზი და ძირითადი მიზეზი არის ყოველად გაუგონარი სისტემის მიერ შეთითქმული მიზეზები. რა თქმა უნდა, ახლა იმის იმედი, რომ რაღაც საოცრება მოხდება და სამართალი იზეიმებს ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ არც იმის უფლება არ გვაქვს, რომ ამ დროს რეჟიმის პატიმრები დავტოვოთ უყურადღებოდ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ვიყოთ აქ, როდესაც იმართება უსამართლო პროცესები ამ შენობაში, სადაც ყველაზე მთავარი გადაწყვეტილებები ჩვენს წინააღმდეგ, მოსახლეობის წინააღმდეგ სწორედ აი აქ დგება ეს აქტი და არ ვიცი რა უნდა ვისურვოთ გარდა იმისა, რომ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს უკლებლივ ყველას და მოვითხოვთ ყველანი ახალ არჩევნებს. თავად გიორგი ოკმელაშვილი ამ წუთისთვის ზუსტად ამ წუთისთვის მიმართავს პროკურატურასა და რა თქმა უნდა ბრალდების მხარეს. ის ამბობს, რომ პროკურორი რასაც ამტკიცებს, ან დღისით მზისით ჩავარტყი, მხოლოდ ეგ იყო ჩემი მხრიდან მოგერიების აუცილებელი პირობაო და ანუ ის ამბობს, რომ ამ შემთხვევაში თავს იცავდა და არანაირი თავდასხმა არ ყოფილა მისგან. პროკურატურამ და ბრალდების მხარემ კი თავისუფლად თქმა უნდა ცდილობს, რომ გიორგი ოკმელაშვილის შეეფარდოს პატიმრობა. ოკმელაშვილის პროცესი უკვე დასრულდა, მისი მეგობრები ტოვებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ მომენტისთვის, ხოლო პროცესი კი 24 იანვრისთვის გადაიდო.